ჩვენ გვახსოვს მოსკოვის მიერ საქართველოს 2008 წლის ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმში შეჭრა და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. ამიტომ გთხოვთ, აღარ მოითხოვოთ, აქ არის მყარი მტკიცებულება. ასე მიმართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის დელეგაციას. მარგუს საკნამ გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საბჭოს იმ რუსული გამანადგურებლების ფოტოები წარუდგინა, რომელმაც ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ზელენსკი ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს კიტ კელოგს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ მან კელოგს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება გააცნო. მხარეებმა განიხილეს ამერიკული იარაღისა და დრონების შესყიდვის შესახებ შეთანხმებები, რომლებიც კიევმა ვაშინგტონს შესთავაზა. დღესვე გაიმართება ზელენსკი-ტრამპის შეხვედრაც. შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე სისტემატიურად ახორციელებდნენ ვალუტის გაცვლით ოპერაციებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ორი პირი დააკავა. მოღებულია დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა. რუსეთის ელექტროენერგიის მწარმოებელი კომპანია შოუმენ მაქსიმ გალკინს დავალიანების გამოუჩივის და მილიონ რუბლზე მეტს ითხოვს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ალა პუგაჩოვას ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც კრემლი გააღიზიანა. გალკინი აქტიურად აპროტესტებს რუსეთის ომს უკრაინაში, რის გამოცის 2022 წელს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აგენტების რეესტრში შეიყვანა.